გამარჯობათ, მოგესალმებით. ჩვენს ეთერში კვლავ ასტროლოგიაზე და პლანეტებზე საუბრის დროა. თქვენთან კვლავ მე, თქვენი პირადი ასტროლოგი ხათუნა ნოელი გახლავართ. დღეს უნდა ვისაუბროთ ძალიან მნიშვნელოვან ასტროლოგიურ მოვლენაზე, კერძოდ გასულ კვირაში ურანმა დატოვა ვერძის ნიშანი და კუროში გადავიდა. სადაც ის მთელი 7 წლის განმავლობაში, ანუ 2026 წლის მაისამდე იმოძრავებს. ესეთი ვრცელი პერიოდი განპირობებულია იმით, რომ ურანი მძიმე პლანეტათა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც საკმაოდ ნელა მოძრაობენ. რომ გავაანალიზოთ, რას მოიტანს ურანის ესეთი მოგზაურობა, უნდა გავიხსენოთ, რა თემებს განკარგავს კუროც და თავად ურანიც. ასტრომოყვარულებმა კარგად იცით, რომ კუროს ზოდიაქოს ჩვენი რესურსების მართვა აბარია და ამ რესურსებში იგულისხმება როგორც ფიზიკური ძალღონე და ამტანობა, ასევე მატერიალური შემოსავლები და ფინანსები. რაც შეეხება ურანს, ის არის ცვლილებების და სიახლეების პლანეტა. ურანი მართავს მოულოდნელობებს. მის განკარგულებაშია ბუნების ისეთი მოვლენაც, როგორიც არის ელვა. შესაბამისად, ელექტროობაც ურანის განკარგულებაში გახლავთ ისევე, როგორც სხვადასხვა თანამედროვე და სუპერ ახალი ტექნოლოგიები. ურანის თემატიკაში შედის კოსმონავტიკაც, ავიაციაც, ასტროლოგიაც, ასტრონომიაც, ფიზიკაც და კიდევ ბევრი სხვა. როგორც ხვდებით, რომ მომდევნო წლებში, აი ამ მომდევნო 7 წლის მანძილზე, ანუ ვიდრე ურანი კუროს ზოდიაქოში იმოძრავებს, ყველა აქ ჩამოთვლილ თემაში სერიოზული ცვლილებები განხორციელდება. სავარაუდოდ მოხდება მოულოდნელი ტექნოლოგიური აღმოჩენები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ძალიან შეიძლება მთლიანადაც კი საფუძვლიანოდ შეიცვალოს მსოფლიო ფინანსური სისტემა. ამ უკანასკნელის კუთხით მოსალოდნელია ელექტრონული ვალუტის კიდევ უფრო სერიოზული დამკვიდრება ბრუნვაში. აი ამ გაზაფხულიდან მოყოლებული ეს პროცესები კიდევ სულ უფრო და უფრო მეტად გააქტიურდება და სრულიად დასაშვებია, რომ ახალ მომავალში ფულმა მხოლოდ ელექტროსახით იარსებობს და ქაღალდის კუპიურები და ლითონის მონეტები კერძო კოლექციების და მუზეუმების და ნუმიზმატიკის კუთვნილება გახდეს. კურო და მისი მმართველი ვენერა განაგებენ ასევე ჩვენი გემოვნების სტილს, მოდას. ამიტომ აი აქაც ძალიან ბევრ საინტერესო ცვლილებებს ვიხილავთ. ინდივიდუალურ დონეზე ეს ბევრ ადამიანთან იმუშავებს როგორც პირადი რესურსების ცვლაზე, რამაც შეიძლება მატერიალური და ემოციური დაუცველობის შიში და შეგრძნება გაუჩინოს ბევრს. თუ კი ისინი ძველებურ სტილში გააგრძელებენ ცხოვრებას და არ შეეცდებიან ცვლილებებს და სიახლეებს აუწყონ ფეხი. თუმცა კუროს გარდა ეს შეეხება კუროებსაც და მორიელებსაც, ვინაიდან ის ამ ნიშნის საპირისპიროდ მდებარეობს, ანუ იგივე ღერძზეა განლაგებული და ეს აუცილებლად იმოქმედებს საბანკო სისტემაზე, ინვესტიციების თემებზე, შეიძლება შეიცვალოს ასევე არსებული საბაჟო სისტემები, დამკვიდრდეს ახალი მეთოდები სადაზღვევო სამსახურებშიც. მაგრამ ყველაზე მეტად ალბათ ურანის გადასვლა კუროში ადამიანური ფასეულობების და პირადი თავისუფლების გამოვლინების თემებს შეეხება. ანუ უშუალოდ იმას, რასაც განკარგავს კიდევაც ურანი. კურო სტაბილურობის და უკვე არსებულის დაფიქსირების ნიშანია. მას არ უყვარს ცვლილებები და როდესაც აი ესეთი ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ენერგია ეჯახება ერთმანეთს, წარმოიდგინეთ, რამხელა ნაპერწკლები ცვივა. ნაპერწკლიდან კი, რა თქმა უნდა, ალი შეიძლება აინთოს ცნობილი ფრაზის პერიფრაზი მოვიყვანე, სიახლების დამკვიდრების მოტივაციით არაერთი თუ ორი მცირე თუ დიდი მასშტაბის რევოლუცია გვიხილავს მსოფლიო ისტორიაში. ეს ყველაფერი ძალიან კარგი, მაგრამ ვისთვის როგორი იქნება ურანის კუროში ეს იგი მოძრაობა, ალბათ გაინტერესებთ და აი ეს კითხვა
სხვა გებადებათ. ფინანსური სფერო მინდა გითხრათ, რომ ვერაფრით ვერ დარჩება ისეთად, როგორიც იყო. და ეს არა მხოლოდ ჩვენთან, გლობალურად კომფორტის ზონიდან გამოიყვანს ურანი ბევრს, მილიონერებსაც, მაგნატებსაც, რიგით ადამიანებსაც, განსაკუთრებით აქტიურად ეს შეეხება კუროებს, მინდა ვთქვა, გავაფრთხილო კუროები. ასევე უნდა იფრთხილონ მერწყულებმა, რადგან კუროში გადასული ურანი პირველ რიგში მერწყულების მზეებს დააკვადრატებს. ამ პრინციპით ლომები და მორიელებიც პრობლემებს უნდა ელოდნენ ამ ტრანზიტით, მაგრამ რამდენად შეეხება კონკრეტულად ეს მათ ფინანსებს, ეს უკვე პირად რუკაში არის ანახავი. ზოგადი პროგნოზით ფინანსური სფერო ხელახალ რესტრუქტურირებას გაივლის, აი პირადში კი ძნელი სათქმელია კონკრეტულად ეს თქვენთან ფინანსებზე აისახება თუ სხვა თემებზე. ოღონდ სასარგებლოთაც შეიძლება ეს განვითარდეს მოვლენები, თუ თქვენ შეძლებთ რომ დროულად აუწყოთ ფეხი იმ ცვლილებებს, რომელიც აი ამ 7 წლის მანძილზე იქნება ელვისის სწრაფით განვითარებული. ბევრი ჩვენთაგანისათვის ეს 7 წლიანი პერიოდი შეიძლება სერიოზული ნახტომის საწინდრათაც კი შეიქმნეს. განსაკუთრებით მინდა აღუნიშნო, რომ სასიხარულო ძვრები შეეხებათ ქალწულებს, თხის რქებს, კირჩხიბებს, თევზებს და ასევე მათ, ვისაც კუროში მნიშვნელოვანი პლანეტები ყავთ. აი, სულ ეს იყო, რაც დღეისთვის თქვენთვის მინდოდა მეთქვა. ჩვენ ურანის ტრანზიტს თანდათან თვალს მივადევნებთ ამ 7 წლის მანძილზე, მნიშვნელოვან მომენტებს დავაფიქსირებთ, ახსნით მათ პლუსებსაც და მინუსებსაც, დღეს კი გემშვიდობებით, წარმატებებს გისურვებთ სულ ყველას, მომდევნო შეხვედრამდე, კარგად გრძანდებოდეთ.